Όλο μαγίδα. Თქვენ ახლა თვალს ადევნებთ ბათუმის 99 საარჩევნო უბანს, სადაც საკმაოდ დიდი რიგებია მომრჩევლის. ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ. დავაკვირდებით პროცესს. შუალედური არჩევნებია დღეს ბათუმში, როგორც ცნობილია. ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში ტარდება არჩევნები, რომელიც ერთგვარად გადამწყვეტი არჩევნებია, როგორც იცით და თუ არ იცით, აქვე გეტყვით, რომ ირჩევენ ბათუმის საკრებულოს ერთ წევრს, მხოლოდ ამ ერთი მაჟორიტარული ოლქიდან. სადაც 14 საარჩევნო უბანია და ეს არჩევნები გადაწყვეტს პრინციპში ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ უმრავლესობაში იქნება ისევ ქართული ოცნება. აქ არის რიგები იმის გამო რომ დაახლოებით 400 ახალი არჩევნია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასობით ახალი არჩეველი დაარეგისტრირეს ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. და სავარაუდოდ ეს რიგები უკავშირდება სწორედ ამას, იმიტომ რომ ამ უბანზე უკვე არჩევნების რაოდენობა 2000-ზე მეტია. საკმაოდ პატარა უბანია, როგორც თქვენ ხედავთ. სამე თავისუფალია. სულ არის 3 რეგისტრატორი და ასევე 3 კაბინა და ამაზეც დაიწერა ერთ-ერთი საჩივარი სამართლიანი არჩევნების მხრიდან, რომ არჩევნების ნაკადის მართვა არის პრობლემური და სივრცე არ არის საკმარისი, რომ არჩევნებმა მოახდინოს ნების გამოხატვა ისე რომ ფარვლობაც არ იყოს დარღვეული, როგორც კაბინეტის საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. აქ ცოტა ხნის წინ იყო დაპირისპირება იმის გამო, რომ ერთ-ერთი არჩევნები გამოვიდა კაბინიდან 2 ბიულეტენით, თუმცა გაბათილდა 2 ბიულეტენი. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში, რომ გითხრათ საჩივრების შესახებ, რომელიც დაიწერა თქვენს უბანზე, რა საჩივრები დაიწერა? შევშალოთ და დაიწერა. აი, აქეთ რო დავდგეთ, რომ შევშალოთ ხელი საარჩევნო პროცედურას. აი, მე აქეთ დავდგები. აი ეს ბოლო შემთხვევა, რადგან გქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებს შენიშნა, რომ 2 ბიულეტენით გამოვიდა ერთ-ერთი არჩეველი, რაც შენიშნა ასევე საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა. რატომ მოხდა ეს შემთხვევა, როგორ რა დაადგინეთ? გავსო შემთხვევები, ჩემი გამოცდილებით ყოფილა შემთხვევა, რომ გასულ არჩევნებშიც ერთ კონვერტში 2 ბიულეტენი დაფიქსირებულა და რომლებიც გავაბათილებდა. ხდება ბიულეტენები გადაწყვეტილი არის ერთი მეორეზე და მოყვა რომ დაადანა 2 წელი. ანუ რეგისტრატორმა დაუშვა ეს შემთხვევა. თქვენ მიეცით შენიშნა საყოველთაოდ რამე პამბზომას გამოიყენებს. კი, ახსნა განმარტება, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ და რა დროს მოხდა. როგორც გამიგე ამის გამო არ დაწერილა, ხო საჩივარი თუ დაიწერა მაინც საჩივარი. ჯერჯერობით არ ვიცი, მეგონი ჯერჯერობით არ ვიცი, არ მოშემოსულა ჩემთან. კარგი, და ასე რომ გითხრათ წინა საჩივრების შესახებ. შეიძლება ჩაგერთვებით, მე საჩივარს ვწერე. უნდა მოვითხოვო კომისიის ამ რეგისტრატორის მოხსნა რა, ამ რეგისტრატორის მოხსნა არის რეგისტრატორი. იმიტომ რომ ესეთი შეცდომა არის დაუშვებელი. ანუ წარმოვიდგინეთ 2 ბიულეტენი მისცა და ორივეზე მაინც და მაინც 51 იქნა შემოხაზული და ეს აღმოაჩინა ჩვენმა დამკვირვებელმა და უნდა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ახლა წარმოვიდგენ ბატონ ტარიელს და დარწმუნებული ვარ ამ კომისიის. ეს აღმოაჩინა დამკვირვებელმა, რომელიც იყო ოპოზიციიდან. დამკვირვებელმა არ აღმოაჩინა შევიდა შესრულებას, დამკვირვებელმა არ აღმოაჩინა თვითონ ხმის დამთავრება აპარატმა, რომელმაც არ მიიღო ბიულეტენი. 2 ბიულეტენი არ მიიღო აპარატმა და მაშინ აღმოჩნდა რომ იყო 2 ცალი ბიულეტენი. დავაბრუნეთ აგი, გავაფუჭეთ ბიულეტენები, ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი მივაწოდეთ, რომელმაც მიიღო. თუმცა ეს ქმნის სერიოზულ რისკს, თქვა იგივე კარუსელის დატრიალების, ვთქვათ უკვე ერთ ბიულეტენს გაიტანდა ამომრჩეველი. კარუსელის გასმე კიდევ გავიმეორებ ალბათ იმას, რომ
აი გასულ არჩევნებში ყოფილა ერთ კონვერტში არ ყოფილა ხო გაღაბების შემთხვევაში ჩვენ გვინახავს ბევრჯერ. შეიძლება ეს მიზანი ხა არ იყო კომისიის მხრიდან, მაგრამ სრულიად შემთხვევითობა. კარგი, წინა საჩივრები რაც შეეხებოდა ეს რო გითხრათ, მოკლედ რაზე დაიწერა საჩივრები და რა რეაგირება მოყვა ასევე კომისიის მხრიდან. საჩივრები ძირითადად იწერება თქვენ შენიშნეთ ალბათ რომ ფართო სიმცირის გამო, რომელიც არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ითხოვს საარჩევნო უბანი. ძირითადი მაგიის და რატო ვერ მოხერხდა ესე თქვენ ინფორმაციით სხვა სიუციზმოზე, იმიტომ რომ 2000-ზე მეტი ამორჩეველი ყავთ ამ უბანზე. პირველად არის ეს 2000-ზე მეტი ამორჩეველი, გასულ არჩევნებში არ ყოფილა. ეს გასულ არჩევნებში 1600 იყო, ესეც არ არის ცოტა. აი პირველად იყო მაშინ 1500 წამყავდა წინა არჩევნებში, 1502, 1000 რაღაც ასეთი იყო მართლა. ძალიან ისე ბევრი არ ყოფილა. ეს უკვე ჩემ კომპეტენციაში არ შედის მე ცესკო სადაც მიშვებს, სადაც ვაძლევენ უპროსტორად ფაქტს იქ ვატარებთ. ანუ საჩივრები შეეხებოდა ფართის სიმწირეს. ძირითადად კიდე რა შეეხებოდა ეს საჩივრები? კიდე საჩივარი დაიწერა ვერიფიკაციის აპარატის გამო, რომელიც გაფუჭდა და როგორც პირადობის მოწმობით ახდენს იდენტიფიცირებას, კონკრეტული პირი არის რომ ამომრჩეველი ამ უბნის, ხო? გაფუჭდა ტექნიკური ხარვეზი იყო და იძულებული გავხდი ჩავანაცვლოთ ახალი აპარატი მოიტანეს არც იმან არ გაიმართა და დავიწყეთ ძველი მეთოდით მუშაობა ამ რეგისტრმა განაგრძო ძველი მეთოდით მუშაობა. კარგი, დაკვრა გითხრათ ზუსტი რაოდენობა, რამდენი ახალი ამორჩეველია ამ კონკრეტულ უბანზე, თქო და მე-9 უბანზე? ზუსტი ესე იგი გასულ არჩევნებთან შედარებით. დიახ, 2 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით. ბატონო მოვალ ერთი წამით. გავალ ხო გამოვლენ 383 მეტია გასულ არჩევნებში ამორჩეველი. და სულ ხო 2000-ზე მეტია ახლა ახალი. 2015. და თუ 1500 იყო წინაზე დარჩენილი 12 იყო შემოდგომის არჩევნებში. გავიგე. კარგი, დიდი მადლობა, თუ რამე დაგიბრუნდებით, მადლობა რომ დაგუთმეთ, რომ ეს ამ კომისიის ორი დრო გაქვთ რომ აქ რაღაც ხო? კი, მადლობა. მადლობა. შეიძლება გავესაუბროთ ასე ოპოზიციის წარმომადგენელს. მარცალია? საუბრობს ტელეფონზე. გასრავად, არ შეიძლება. ქვეყნის შენობა აგრეთ აკეთებს. კი, ვიცი, უბრალოდ აქ ვესაუბრებოდით დავწეროთ. მოგეთ საკმაოდ დიდია აქტივობა ამორჩევლის ამ უბანზე. მე შეგახსენებთ რომ ეს 99 საარჩევნო უბანია ბათუმში, დიდონ ხალვაში, ჩიხი ოცნების ქალაქთან ახლოს და როგორც ცნობილია არჩევნები რამდენიმე დღით ადრე აქ 400-მდე ახალი ამორჩეველი დაარეგისტრირეს, ანუ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე და ელოდებიან საცხოვრებელ ბინებს ოცნების ქალაქში, იმ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ახლა შენდება ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე და ოპოზიცია სწორედ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ გზით მოახდინა ამორჩევლის მოსყიდვა ხელისუფლებამ. ასე მნიშვნელოვანია, რომ ამ ამორჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევაში არ დაწყებულა ამ დრომდე გამოძიება. მაგალითად, საია ახალგაზრდების ასოციაცია მიიჩნევდა, რომ უნდა დაწყებულიყო გამოძიება ამორჩევლის მოსყიდვის და იწუნების სავარაუდო შემთხვევაში. თუმცა გამოძიება იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გახმოვანდა ეს ინფორმაცია, კი აი გავალე ხავე. უბრალოდ რიგებიან და ვერ გავდივარ პრაქტიკულად, ვერ გავდივარ რომ გავიდე გარეთ. არა, ძანდებოდით და დააკვირდეთ აღარ. არა, ეგ ვიცით. აკეთ პირველ ანუ ჩვენ გვაძებენ მითითებას, რომ რეალურად 10 წუთი არის შესაძლებელი რომ გადავიღოთ ვიდეო საარჩევნო უბანზე, შემდეგ ერთი კონკრეტული ადგილიდან შეგვიძლია გადაღება. უბრალოდ ვცდილობ რომ გავიდე ასე გარეთ და გავისაუბრო მოქალაქეებს, მაგრამ როგორც ხედავ, საკმაოდ დიდი რიგია. შეძლებთ რომ გამატაროთ? გამარჯობა, თქვენ ან ოცნების ქალაქში ცხოვრობთ, ხო? და ახლა დარეგისტრირდით. არა. რამდენი ხანია რაც დარეგისტრირდით? 4 წელია ხარ დარეგისტრირებული, მადლობა. თქვენ ხარ ბატონო? მეჩინის ხაზი. ცენტრი. ოცნების ქალაქში არ ცხოვრობთ? თქვენ? ოცნების ქალაქში. როდის დარეგისტრირდით? რომ რაც ცხოვრობ მის შემდეგ.
10 წელი დარეგისტრებული ხარ. არის ვინმე ისეთ ვინც ახლა გადაწყვეტა და დარეგისტრებული ხო? ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. გარშემო ვინც ცხოვრობს, ყველა შემოსვლისთანავე ბავშვის ბაღის დაფიქსირების გამო იმ დღიდან დარეგისტრირდი და მოგცეს უსაშუალება. დიდი ხანი რაც ცხოვრობს და ცხოვრობთ იმის შემდეგ. და აქ წინარჩევნებზე აქ ამ ამბაზე აძლევდით ხმას. მადლობა. თქვენ ანუ ჩვენ გვიღებთ? ბატონო? თქვენ ანუ ჩვენ არა, გვიღებთ? მე თქვენ იმას ვაფიქსირებ უბრალოდ რომ ბატონო? თქვენ ხო საალკო კომისიას საალკო საარჩევნო კომისიის წევრი. და საალკო საარჩევნო კომისიის წევრია ის რომ შეამოწმოს ჟურნალისტი რასე. არა ბატონო, გასაშია. არანაირად. უბრალოდ მე თქვენ შეგიძლიათ თეთრად წუთი გავიდათ და თქვენ დაემორჩილეთ ჩვენ თხოვნას და არაფერი. არანაირი პრობლემა არ არის. არა, გარეთ უბრალოდ ვიღებთ და მაგრამ დამიტანეს არა, უბრალოდ ესეც გადაიღეთ კი არ არის პრობლემა, რომ საალკო კომისიის წარმომადგენლებს რატომ სცალე იმისთვის რომ მან ჟურნალისტის ქმედება აკონტროლოს და ვიდეოს ეგ არის საინტერესო. ჩემთვის პრიორიტეტი არის ბატონო ჯაბა. ჩემთვის პრიორიტეტი არის ის რომ ჩვენ ძირითადი მიზანი არის რომ წესრიგი ეგოსოვან და კეშის პროცესი ხელი არანაირად არ შეეშალოს და მისცემის პროცედურები წავიდეს ყოველგვარი კანონის ფორმაში, ყოველგვარი კანონური დარღვევის გარეშე. ეგ არის სულ ჩემი რამდენიმე საჩივ არ დაიწერა ამ უბანზე და ხო არის შეფასებით ამ საჩივრებს თუ გაიცანით? გააჩნია რასაკითხთან დაკავშირებით და გეტყვით ახლა მე ყველა საჩივარს სამწუხაროდ ვერ გავეცანი ჩემ სიტუაციიდან. აი თქვენ ორი ბიულეტენი როცა გაიცა მაგაზე ახლა განმარტების ბარათია დაწერილი და ორი ბიულეტენი რო გაიცეს ტექნიკურად შეუძლებელია რომ ეს აპარატმა ორი ბიულეტენი ყველა შეიძლება გამოიტანოს გამორჩეულმა და დატრიალდეს კარუსელი რაც არაერთხელ ვინ ახავს საქართველოში ყველა ბიულეტენს გააჩნია თავის უნიკალური კოდი ასე რომ ამ ბიულეტენის უგიდან გასვლას უკვე ის ჩვეულებრივ ფარატი და ხაღალად იწვება ასე რომ ვთქვათ ანუ ის თავის იურიდიულ ძალას კარგავს კარგით მადლობა რომ დაგვიწმეთ დრო მადლობა მოგეთ ასეთი სურათია აქ ეს ბათუმის 99 საარჩევნო უბანია უბანი რომელიც ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქთან ახლოს არის ახლა შედარებით შემცირდა ეს რიგები გაცემთ უფრო დიდი იყო რიგიდან ამ ჩოდები საკუთარ თავს პოულობენ და ეძებენ საარჩევნო სიებში მოგესალმებით თქვენ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობთ როდის არეგისტრირდით 2 წელი იქნება უკვე რატომ ვერ ეწყვეთ ეხლა დარეგისტრირება ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე და არა თქვა უფრო ადრინდელ პერიოდში არა რაღაც პრობლემები მქონდა სოციალური სინახაობაზე და 2 წლის წინ დავერეგისტრირდი და ეხლა ვინც არეგისტრირდა ისინი რატო დარეგისტრირდნენ თქვენ ინფორმაციით მასობრივად არა ვინმე არ არის ახლა დარეგისტრირებული არა როგორ არის ახლა მოცემულობა ფაქტი ამას ვერ დამალავს ერთ კომისია იმიტომ რომ 400 ახალი ამომრჩეველია ამ უბანზე არ ვიცი არა მასეთი არ მადლობა ოპოზიციის წარმომადგენელსაც შეგვიძლია გავესაუბროთ მიშა ბოლქვაძე მოგესალმებით დათმობების ლაივში თქვენი ინფორმაციით ერთ ფოტოს ვაჩვენებ როგორც და აი ამით დადასტურდება და ამით ჩანს ოცნების სახე აი ეს არის ორი ბიულეტენი რომელსაც რეგისტრატორი აწვდიდა ამომრჩეველს მონიშნულს უკვე გაფერადებულს შესაძლებლად კუჩი აი ამ უბანზე ჩვენ ვითხოვთ ახლა აი ორ ბიულეტენს უკვე გაფერადებული აქვს 51 ნომერი რამაც ჭინჭარაც დიახ ან გაფერადებული იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი რამაზ ჭინჭარაძე წოთის კი ბატონო ორი ბიულეტენი საძლებდნენ და და ეს ან ამომრჩეველმა თავად დააფიქსირა თუ დამკვირვებელმა შენიშნა აქ ხედავთ თქვენ აი ჩვენს ირგვლივ ხედავთ რიგებს ეს ადამიანები არიან ის ადამიანები ვისაც ქართული ოცნება 9 წელია პირდაპირების გადაცემა ამ შემთხვევაში რა მოწუროთ ეგ საკითხი რა მოხდა ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა დავწერეთ საჩივარი ვითხოვთ რეგისტრატორის მოსვლას და ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და კომისიაშიც არის უპირატესობაში და თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს ანუ კიდევ მიუხედავად იმისა რომ 600 კაცი ჩაწერეს ამ საარჩევნოებაზე მხოლოდ დამატებით და ადამიანებს ბინის სანაცვლოდ ხმებს თხოვენ და ხედავთ აქ რიგებს რით დასტურდება თქვა ეს რომ ბინების მიუხედავად ამისა მაინც ისნაჭებს რომ გაფერადებული მოხაზული ბიულეტენები უკვე მისცენ და ჩააგდებინონ კუჩში რატომ გაქვთ ეს განცადა როგორ ადასტურებთ იმას რომ მაგალითად რეალურად ბინების სანაცვლოდ ჩაიწერდნენ ადამიანები აქ ან რეგისტრაცია გააკეთეს ყველაფერი როცა ხდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აქ უკვე კითხვები აღარ არსებობს შესაძლებელი იყო ამ 9 წელს განმავლობაში კიდევაც დაერეგისტრირებინენ კიდევაც ამ ადამიანების პრობლემა მოეგვარებინათ თუმცა დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ თუ
კიდე დარჩა ქართული ოცნება ხელისუფლების შემდეგ წლებში და ამას მემგორი ქართული ხალხი არ დაუშვებს. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ისევ ვინის გარეშე დარჩებიან. მხოლოდ ამ მხოლოდ ეს არის წყვილი. მართლა ფიქრობთ რომ მოაწყვუებენ ისევ ამორჩევლებს? ისევ მოაწყვუებენ ამორჩევლებს და მედიარება იქნება ის, რომ ეს ხალხი არ შევა შეცდომაში, თუმცა ამ ხალხის იმედიც არ აქვს და უკვე გაფერადებულ ბიულეტენებს აძლევენ რომ ჩააგდონ. ანუ ეს რიგები რას უკავშირდება რატოა ბევრი ეს რიგები ქართული ოცნება არის აგონიაში, მილიდანვე დაიწყეს ხალხის მობილიზება, რადგანაც იციან რომ აგებენ არჩევნებს და ეს რიგებიც ამაზე ცდებს. სხვა რასახის დარღვევები დააფიქსირეთ თქვენ ამ ფონზე? დაზიანდა ვერ შეხვდა ქართული ოცნება მომზადებული, თავისთვის ირგებს ამ ყველაფერს, ელექტრონულად იცით ხდება ხელის მოწერა, რამოდენიმე აპარატი არის დაზიანებული და შემდეგ ხელის მოწერაზე გადავიდნენ, ანუ ხელით რეგისტრაციაზე გადავიდნენ. შესაძლებელი იყო რომ დამატებით სხვა აპარატი ქონოდათ და უფრო მომზადებული დახვდებოდათ სესხო, თუმცა ამათ მხოლოდ აინტერესებთ ის რომ გაიმარჯვონ კიდევ ერთხელ გაყალბებას. არის თუ არა ამორჩევლის მობილიზება, მოხავთ თუ არა ამორჩევლები? კი, ჩვენ ახლა გვაქვს ინფორმაცია ქართული სარაგვია ოცნების დასახლებიდანაც იქნება ხალხის მობილიზება, გადაცემა, ისე კიდევ ერთხელ ბინების დაპირების გამო შემდეგ მობილიზება ხდება და დილის 7 საათის შემდეგ არის ასეთი მეგობრები. ხო. და მე როცა მოვედი, ვერც უფრო დიდი იყო ეს რიგი, ეხლა შედარებით შემცირდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ქართული ოცნებას შეეცდება კიდევ ერთხელ არჩევნების გაყალბებას, შეეცდება კი არა და ფაქტები არსებობს უკვე ამისა, რომ პრაქტიკულად უკვე აყალბებენ არჩევნებს. ქართველი ხალხი ამას აღარ გააბატიებს ამერიკაში. მადლობა, ეს მიშა ბულქვაძე იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხელვაჩაულში. თქვენ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ, როგორც თუ თქვენ წარმოადგენთ ორგანიზაციას? დიახ, ლაივში ვართ და ლაივში არ ვიდა მე. თქვენ როგორ ამორჩევლებით ამ პლატფორმაში? ორგანიზაცია ხართ, ხო? ერთიან ახალგაზრდა და კავშირი. და გარეთ აგვირდებით საარჩევნო პროცესს? გარეთ რატო გადაწყვეტ აკვირდებით თუ არ არის საიდუმლო რომელიც რაც? გარეთ დაკვირვებული კი არა, ერთი კვირის წინ ვარ დაკვირვებული, როგორ აწარმოებენ არჩევნებს და როგორ დაჩატარებული იყო ეს უკვე წინასწარ ვიცოდი. და ფაქტებიც უკვე ხდება რაც არის და როგორაც არის. ან რა ხდება თქვენი შეფასებით? უკვე გაყალბებულია. გაყალბებულია ჯუცარბებარება ამ ყველაფერში. რა ფორმით გაყალბდა თქვენი ვერსიით? რა ფორმით ამ დაპირებებით რომ ბინებს აჩუქებდნენ ვის საჩუქებდნენ ვის კარტოფილს და ხავსს აჩუქებდნენ ასე შემდეგ. ყველანაირ რაც მათი წესია ოცნებას ეს ახასიათებს და იმ ახასიათებს ბინის ბოლო. ეს მობილიზების საკითხით რა ხდება ახლა არჩევნების ამორჩევლების მობილიზება რა ფორმით ხდება ამ არჩევნებზე? რა ფორმით ხდება? ვაღათა ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ახლობლები ცხოვრობენ ოცნების დასახლებაზე ძალიან შავიზებში აგეთ და პირდებიან რომ ბინებს მოგცემ, ყველას დაგეკანონებ ბინებს და ასე შემდეგ. ოცნების დასახლებას საკმაოდ მლომად ცხოვრობს ხალხი. და მათ გაიარეს რეგისტრაცია, ხო რაც ოფიციალურად დასტურდება, რომ გაიარეს რეგისტრაცია არჩევნამდე რამდენიმე დღით ადრე. ხო, მომავალში გამოჩნდება ეს ყველაფერი, ოცნება შეუსრულებს თუ არა, მაგრამ ამაში არის დარწმუნებული ვარ 5%. 95%-ზე მოდია. და თქვენ კარგი, მადლობა. ასეთ იყო ერთ-ერთი დამკვირვებლის პოზიცია, როგორც ჩვენ მოვისმენთ, ის ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები უკვე წინასწარ, რადგანაც ჩაწერეს, ანუ რეგისტრაცია გაუკეთეს ადამიანებს, რომლებიც ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მათ როგორც ცნობილი ისინი ელოდებიან ბინებს იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელიც ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე შენდება და ამ დროებით ცხოვრებ ადამიანებს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვის მოუწევს ბინა ოცნების ქალაქში და შესაბამისად პოლიტიკური ოპოზიცია და არა მხოლოდ ის, მაგალითად საიაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც თვლის, რომ ჩდება ეჭვები, სერიოზული ეჭვები ამორჩევლის მოსყიდვის კუთხით, რომ ამორჩევლის ნებაზე ხდება ზეწოლა და მისი იძულება, რომ თუ კი მათ უსურთ რომ მიიღონ ბინები საცხოვრებელ კორპუსში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე
ტერიტორიაზე, მაშინ მათთვის უნდა დარეგისტრებულიყვნენ ამ ტერიტორიაზე და გააფართოვებდნენ აუმრჩევლები და მისცენ ხმა ქართულ ოცნებას. ამ ვერსიას ეთქვა და დამყარებს ისიც, რომ თქვა ოცნების ქალაქის ტერიტორია არ არის ახალი ამბავი. დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა ეს დასახლება ბათუმში და 10 წლის განმავლობაში თუ კი ამ 400 ადამიანს, რომელიც დღეს მოდის ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე და აძლევს ხმას, ისინი არ იყვნენ ამ უბნის საუმრჩევლები, ისინი არ იყვნენ დარეგისტრებული ბათუმში და მათ უარს ეუბნებოდნენ პირიქით ბათუმში რეგისტრაციაზე, ხოლო არჩევნებამდე და მნიშვნელოვანია რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად 400-მდე ადამიანი უცებ რეგისტრირდება ამ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, 99 უბანზე, და თქვენ ახლა ხედავთ რომ არის რიგები. გამარჯობა, თქვენ ოცნების ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც ახალი დარეგისტრებული ხართ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეხლა დარეგისტრებული ხართ, ეს რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს? გადაწყვეტა მე პირადად არ ვარ დარეგისტრებული ზოგადად ბათუმში და ვინაიდან და რადგანაც 8 წელია ცხოვრობ იქ, ამიტომ ვიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით მისმართ მაინც ქონოდა. ადრე თქვენ წინა პერიოდში სცადეთ რომ რეგისტრაცია გააკეთოთ? არა, აქამდე არ ვიცოდი რა ვიცი ყურადღება არ მივცევი ამისთვის და ახლა გადაწყვეტე რომ რატომ იქნებოდა კარგი, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ აქ რეგისტრაციის გავლა კარგი იქნებოდა? რა ვიცი პირველ ეფესი იყო რა ჩემთვის. აქ დროებით მისამართი მაინც ქონოდა. ეს ვინ გითხრათ რომ შეგეძლოთ გავლა რეგისტრაციის? არა, ვინ შემით გადავწყვეტე. საიდან გაიგეთ ამ შესახებ რომ შეგეძლოთ რეგისტრაციის გავლა? ბევრს ხონდა გაკეთებული და აქედან გავიგე რა მეზობლებიდან. და ეს ერთიანად როგორ მოხდა ეს? ხო რა ანუ ერთი ანუ რას გეკითხებით ისეთ რომ მაგათ ბოლო წელიწადში რომ თქვენ დარეგისტრებული ვიყავით მე კიდე სხვა ეს ბუნებრივად კითხვებს არ გააჩენდა. მაგრამ ეხლა არის არჩევნები, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უცებ რეგისტრირდება 400-მდე ადამიანი ერთად. როგორ ავხსნათ ეს გარედან რომ დავიჯეროთ რომ თქვენ რეალურად მართლაც გაგიჩნდათ სურვილი, ანუ როგორ უნდა იყოს ეს დამაჯერებელი, აი რას ეთყოდით მაყურებელს? ნამდვილად მაგისთვის ხო, რა ვიცი ხა უშუალოდ არჩევნებისთვის დავრეგისტრირდე მეთქი არა. არ ვიცოდი ესე მალე თუ შემეძლო ხერხმის მიცემა მაგალითად. თქვენ ახევარია რას დავრეგისტრირდე. თქვენ როცა გააკეთეთ ეს განაცხადი იუსტიციის სახლში, აი იქ იყო ვინმე მთავრობის წარმომადგენელი, ანუ ოცნების წარმომადგენელი, ანუ თქვათ არავინ არის, არავინ არის. არა, რატომ უნდა ყოფილიყო? დრო თანხმობა იყო ჩვენი რომ ჩავედით და დავრეგისტრირდით. ანუ არავინ არის. განამე 3 წელია ხო, არა, რეალურად საჭიროა, იმიტომ რომ მესაკუთრე თანხმობა გჭირდება. თქვენ ხო მესაკუთრები არ ხართ ოცნების ქალაქში. მესაკუთრე არ ვართ, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ჩავწერენი ყავი. ხო და მაგას გიკითხებით რომ ჩაეწეროთ საქმე, ხო რეგისტრაცია რომ გაიაროთ, საჭიროა მესაკუთრის თანხმობა, რომ ჩაეწეროთ. და მესაკუთრე ვინ არის ამ შემთხვევაში? არის სახელმწიფო. და სახელმწიფო რატომ არის აქ წარმოქმნილი? რომ თქვა რომ მე თანახმობა რომ თქვა ეს ქალბატონი თქვენი სახელმწიფო ნინო ჭითანა, ხო? ნინო ჭითანაზე თანახმობა რომ ჩაიწეროს ოცნების ქალაქში და აქ იყოს რეგისტრირებული. ანუ ეს თქვენ მესაკუთრე ხომ არ ხართ ეხლა? არ ხართ მესაკუთრე რეგისტრაცია გაქვს. დროებით მისამართი კეთდება. თქვენ 6 წუთში ერთხელ უნდა განაგრძოთ. თქვენ ოჯახის რამდენი წევრი გაიარეს რეგისტრაცია? მე მარტო გავია. ვერ მარტო გაიარა. ანუ თქვენ ამას კავშირი არ აქვს ქართულ ოცნებასთან და არ იყო მოწოდება ქართული ოცნების მიერ. კარგი, მადლობა, ესეთი იყო ერთ-ერთი მოქალაქის პოზიცია. თქვენ ხომ არ გაქვთ სურვილი რომ გითხრათ? თქვენ ბატონო, თქვენო წარმოგიდგენთ ორგანიზაციას. მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის. მოგეთ რიგებია 99 საარჩევნო უბანზე, როგორც თქვენ ხედავთ ამას კადრში, ეს არის უბანი, რომელიც მდებარეობს ოცნების ქალაქთან ახლოს, ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქთან ახლოს და თქვენ უკვე იცით იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიდრე მოვიდა გეჯის დღე, ანუ 2 აპრილი 400-მდე ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა ამ უბანზე, ანუ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ოცნების ქალაქში და არ აქვთ რეგისტრაცია ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, მათ უცებ 400-მდე ადამიანებმა მოულოდნელად გადაწყვიტა რომ გაევლო რეგისტრაცია ამ უბანზე. ისინი გახდნენ ამ უბნის ამომრჩევლები, ამიტომაც არის ესეთი დიდი რიგი, რომ ბევრი ამომრჩეველი, 2000-ზე მეტია ამ უბანზე ამომრჩეველი და იმის გამო რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდნენ, ისინი ვერც კი მოხერხდა ის რომ ახალი უბანი გახსნილიყო აი ამ დასახლებასთან ახლოს, სადაც ამომრჩევლები გაიყოფოდა და აღარ იქნებოდა ასეთი სიმრავლე ამომრჩევლებისა. ჩვენ ვესაუბრეთ ქართული ოცნების დამოწმების დასახლებაში ცხოვრებ ადამიანებს, როგორც თქვენ მოისმინეთ ამ ლაივში, ისინი გამორიცხავენ იმას, რომ ამ რეგისტრაციას შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გავლასთან, როცა ასეულობით ადამიანმა მოიფიქრა, რომ გაევლოთ რეგისტრაცია ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე.
მიიღოთ გამხარებული ამომრჩევლები, როგორც ცნობილია, ამომრჩეველი ხმას აძლევს რეალურად თავისი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, რომელიც არის რეგისტრირებული და ერთი საცხოვრებელი მისამართი აქვს რეგისტრირებული თითოეულ დრო ჩვენგანს, რაც არ უნდა ბევრი მჟავი ქონება კონდეს თითოეულ ამომრჩეველს, საცხოვრებელი მისამართი აქვს მხოლოდ ერთი და ეს ერთი საცხოვრებელი მისამართი, რომელიც აქამდე ამადებს ხაურით და ასე შემდეგ. ეხლა უკვე გახდა ბათუმი და ეს კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი და გახდნენ ამ უბნის ამომრჩევლები, ამიტომაც ოპოზიცია არის დარწმუნებული, რომ ამ გზით გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები და ეჭვები გაჩნდა ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებშიც, მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თქვა, რომ კანონს არ ღვევს ხელისუფლება, კანონს არ ღვევს კონკრეტულად საჯარო რეესტრი, რადგანაც ეს ადამიანები ერთ კონკრეტულ მისამართზე ჩაწერეს, მაგრამ გაურკვეველია ეს კონკრეტული მისამართი, იქ წერია, რომ ფრიდონ ხალბაშის 198 მიმდებარედ ჩაეწერა ეს 400-მდე ადამიანი, მაგრამ არ წერია ეს მიმდებარედ დაკონკრეტებული არ არის გაიგრძნობა ამ მისამართში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ოცნების ქალაქი, სადაც ადამიანები ცხოვრობს უკვე დაახლოებით 10 წელი, ზოგი შეიძლება უფრო ნაკლები წელი, მაგრამ ცნობის განმავლობაში ამ ადამიანებს ჰქონდათ სხვა საცხოვრებელი რეგისტრირებული მისამართი და არ იყვნენ ისინი ბათუმის ამომრჩევლები, ხოლო ახლა არის ის მოცემულობა, როცა შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე და ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ მიიღონ უნდა ბინები და ამავდროულად მათ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ეს ბინები. ამიტომაც იგივე საიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით არსებობს ეჭვები ამორჩევლის მოსყიდვის და ამორჩევლის იცვლების კუთხით, რომ დაწყებულიყო გამოძიებაც, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღე გავიდა ამ ფაქტის გახმოვანებიდან, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ გაახმოვანა ფაქტის შესახებ, გამოძიება რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუწყია. ეს არის 32 საბავშვო ბაღი და 99 საარჩევნო უბანი. მე პირადად აქ მოსვლამდეც ვიყავი სხვა უბნებზეც, სადაც ჩანს, რომ ასევე საკმაოდ მაღალია შეიძლება ითქვას ამომრჩეველთა აქტივობა, ასევე შეინიშნება ეს ტრადიციული მეთოდები, რაც წინა არჩევნებზე არაერთხელ გვინახავს, ანუ მობილიზებული ჯგუფები, ამომრჩეველების ორგანიზება, მიკროავტობუსებით. აქაც ეგრეთ წოდებული ბეიჯებით, ანუ დამკვირვებლის სტატუსით არაერთი კოორდინატორია, ჩვენ ასეთ რამდენიმე კოორდინატორს გავესაუბრეთ სხვა უბანზე, აქაც ხედავთ გარეთ ბეიჯებით ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციას ოფიციალურად და ფაქტობრივად ისინი ადასტურებენ კიდეც, რომ არიან კოორდინატორები. კაი, გადაწყვეტე და მითხარი რამდენი ამორჩეველი გყავს მომწევი.
ასეთი სურათი დაგვდა აქ ბათუმის 99 საარჩევნო უბანზე, როგორც ცნობილია დღეს 2 აპრილს შუალედური არჩევნები იმართება ბათუმში და ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში ირჩევენ ბათუმის საკრებულოს ერთ წევრს. ეს არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია, რადგანაც ეს არჩევნები გადაწყვეტს იქნება კიდევ ერთი საკრებულოს წევრი და ბათუმის საკრებულო იქნება ოპოზიციური, თუ იქნება ქართული ოცნება უმრავლესობაში ისევ როგორც ეს აქამდე იყო, თუმცა 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მოიპოვა უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მაგრამ ვიდრე საკრებულო შეიკრიბებოდა, მანამდე გარდაიცვალა ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც იყო არჩეული ამ კონკრეტული მაჟორიტარული ოლქიდან, ის წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობას და რადგან ის გარდაიცვალა, სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში შუალედური არჩევნების საკითხი. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციიდან კიდევ ერთი წევრი რაკი თავდგირიძე, რომელიც მანამდე გახარიეს პოლიტიკური პარტიიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში, გახდა დამოუკიდებელი წევრი და მან თქვა, რომ ის არ დაუჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ასევე ლელოს და გახდა დამოუკიდებელი წევრი. სხვა შორის ნუგზარ ფუტკარაძის, რომელიც გარდაიცვალა 18 ოქტომბერს, მისი სატელეფონო შეხვედრის ჩანაწერი გავრცელა შემდეგ ნაციონალურ მოძრაობამ და ისიც ამბობს ამ ჩანაწერში, რომ მას სთხოვენ, რომ გახდეს დამოუკიდებელი დეპუტატი, ანუ არ დაუჭიროს მხარი არც ქართულ ოცნებას, არც ნაციონალურ მოძრაობას, რაც იმოცემულობაში ნიშნავდა იმას, რომ რეალურად უმრავლესობა, ანუ გაწოდებების მიღები სუბიექტი იქნებოდა ქართული ოცნება, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალა. ოპოზიციის მტკიცები და ენების მტკიცებით კონკრეტულად ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდა ქართული ოცნება და მას თავაზობდნენ $100,000, ამის ამსახველი აუდიო ფაილიც გაავრცელა ოპოზიციამ, თუმცა გამოძიება დაიწყო ამ შემთხვევაზე, მაგრამ ამ დრომდე იმის მიუხედავად რომ 6 თვე გავიდა ამ შემთხვევიდან, გამოძიებას არაფერი დაუდგენია, გამოძიება არ დასრულებულა და უცნობია საზოგადოებისთვის, მათ შორის ამ უბნის ამორჩევლისთვის, რეალურად რა მოხდა სინამდვილეში და ჰქონდა თუ არა ადგილი მათ შორის ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ხდებოდა თუ არა ზეწოლა მასზე ბათუმის საკრებულოს წევრზე. შუალედურ არჩევნებზე ბათუმელები მხოლოდ ერთ წევრს ირჩევენ ბათუმის საკრებულოში და ამის შემდეგ გადაწყდება ბათუმის საკრებულო იქნება ოპოზიციური თუ ვერა. თუმცა ეს არის უბანი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოახერხა, რომ გაეყალბებინა არჩევნები იმ გზით, რომ ასობით ახალი ამორჩეველი ჩაწერეს სიებში. საუბარია ოცნების დასახლებაზე, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, არ იყვნენ ბათუმის ამორჩევლები, ხოლო ახლა მოულოდნელად არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასობით ახალმა ადამიანმა უცებ გადაწყვეტა, რომ გახდარიყო ბათუმის ამორჩეველი, მათ გაერეს რეგისტრაცია ბათუმში და მოვიდნენ ამ უბანზე არჩევნის გასაკეთებლად. საიას ახალგაზრდა იურის ასოციაციის შეფასებით ხელისუფლებამ კანონი დაარღვია ამ შემთხვევაში, დაარღვია კანონის საჯარო რეესტრმა იმ კუთხით, რომ კონკრეტული მისამართი არ ჩაუწერა ამ ადამიანებს და ჩაწერა ხალვაშის საშუალო მის მდებარედ, რაც არ არის ზუსტი მისამართი, ხოლო საჯარო რეესტრს ვალდებულება კანონით, რომ ზუსტ მისამართზე დაარეგისტრიროს თითოეული ადამიანი, რომელიც შემდეგ ხდება კონკრეტული უბნის ამორჩეველი. საია ასევე მიიჩნევს, რომ უნდა დაწყებულიყო გამოძიება ამორჩევლის შესაძლო მოსყიდვის და იძულების შემთხვევაზე, მაგრამ იმის მიუხედავად რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა ინფორმაცია კონკრეტულად ამ უბანზე 400-მდე ახალი ამორჩევლის რეგისტრაციის შესახებ, გამოძიება არ დაწყებულა. ასეთი მოსამართლება დაგვდა ბათუმის 99 საარჩევნო უბანზე. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები დარჩით ჩვენს არხებზე, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ბათუმელები G, net gazeti G. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.